სალამ ჩემო მოტომეგობრებო, მოკლედ მომენატრა ეს გადაღების პროცესი დიდი ხანია არაფერი გადაგვიღია, თუმცა პარალელურად რეგულარულად მაინც ვდებდით ხოლმე ვიდეოებს ჩვენ სარხზე, ამიტომაც აქტიურობა გქონდა. თუმცა ეხლა მოგვივიდა ერთი გიჟური აზრი, ხვალ არის ახალი წელი, ფაქტიურად ახალი წელია დღეს, ვამზადებთ ყველაფერს, რაც აქ ხდება მაგასაც, ეხლა გავალთ გარეთ და დანარჩენ ამბებსაც გადავიღებთ. მიშ, აბა 2 წუთით შეგიძლია დაათვალიერებინე ჩვენ მაყურებელს, რატო ხდება ვაფშე აქ ეს ყველაფერი და მე მოვყვებით ან ამის ისტორიასაც რა. მოკლედ ეს არის ჩემი ლამაზმანი, რავი, ყველას გეცნობათ ალბათ, თქვენი საქართველოს ბაიკი, რავი, ბევრმა ესე იცის ეს მოტოციკლი, ჩვენი Kawasaki, რომელიც არის საქართველოს დროშის ფერებში და არის ულამაზესი, რავი, მე მგონი ძალიან ისე მკრეხელურად არ ჟღერს თუ ვიტყვი, რომ ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი Kawasaki არის საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ხო, ეს ლამაზი გოგო, მოკლედ დავამსგავსეთ აი ამას. ეხლა რატო ხდება და რატო არის ამ დღეში, გეტყვით ეხლა ყველაფერს. მოკლედ, რამდენიმე მიზეზი ქონდა ამის გაკეთებას. პირველი იყო ის, რომ ევროტურიდან როდესაც დაუბრუნდი, Kawasaki-ს რამდენიმე ნაკაწრი აქვს, ამ მოტოციკლს რამდენიმე დეტალი აქვს გაფუჭებული, ესე არა, უბრალოდ ნაკაწრი აქვს რა, ისეთი, რომ მინდა რომ იდეალურად გამოიყურებოდეს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ სეზონამდე ამ მოტოციკლს მთლიანად დავშლი, მთლიანად იგულისხმება მხოლოდ ვიზუალური მხარე, მთლიანად ვიზუალური მხარეს მოვხსნი მოტოციკლს და წავა ამ მოტოციკლის დაპალიროკება ქართულად როგორ არის, არ ვიცი, ამიტომ დაპალი როკება იყოს და შემდეგ უკვე ის დეტალები რაც არის, რაღაც ნაკაწრები რაც აქვს, ყველაფერი გაიდეალურდება. მოკლედ იქნება ფაქტიურად ისევ სულ ახალ მდგომარეობაში და იქნება ისევ ულამაზესი ეს მოტოციკლი. ხო და აქედან გამომდინარე რომ ეს ყველაფერი ამ მოტოციკლს უნდა გავუკეთო, არ დამენანა და აი ამდენი ქაღალდის კოჭი დავაწებე ამ პლასმასებს, იმიტომ რომ ვიცი რომ შემდეგ ამ ყველაფერს გავაპრიალებ და იდეალურამდე მივიყვან ისევ. გეტყვით ახლა ისტორიასაც 7 საათი ვიმუშავე დღეს, რავი, რამდენადაც დეგენერატულად არ უნდა ჟღერდეს, მართლა 7 საათი გაუჩერებლად აი ამას ვაკეთებდი დღეს. პლუს მაგას გუშინაც იგივეს ვაკეთებდი, ოღონდ გუშინ სადღაც 3 საათი დაახლოებით და მეტი მე დავანები თავი რა. საერთო ჯამში ერთი სრული დღე რო აიღოთ, დაახლოებით ამ მდგომარეობამდე მიიყვანთ მოტოციკლს. საახალწლო განათებებით არის მორთული, ალბათ მიხვდებოდით თქვენც ამ ყველაფერს დანახვისთანავე და იდეა გვაქვს ის რომ დღეს წავიდეთ, ხვალ ახალი წელი არის, იმედია დღეს ქალაქში დაგხვდება ბევრი ჟრიამული და ხალხმრავლობა, ამიტომაც იდეა გვაქვს რომ დღეს წავიდეთ ვიკატავთ ქალაქში და შემხედრი ბავშვები იქნება თუ მაგრამ დადებითი ემოციების ადამიანები ვინც შეხვდებიან, ყველას ვაჩუქებთ პატარ-პატარა სუვენირებს და საჩუქრებს. ხო და ჩვენებურად მიულოცავთ ახალ წელს მოკლედ. განახებთ თქვენც რითი შევკარით ეს ჩვენი კისები რეებიდევს შიგნით. ეს ალბათ ბავშვობა გაგახსენდებათ ყველას ეს შოკოლადი, რომელიც არის ევროს რისი არის, რანაირი ფული არის, არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირი ფულის ეტიკეტით არის შოკოლადი, მოკლედ ალბათ ყველას გეცნობათ ეს შოკოლადი. ასევე გვაქვს კინდერი, ესეთი, აი ეს ბავშვიანი კინდერი. ასევე გვაქვს ტურბოსკევა. ხო, მოკლედ ეს ყველაფერი დავინახე, ძალიან გამახსენდა ჩემი ბავშვობა და მაგიტომ მომინდა რომ რაღაცა ცოტა გადაობაც იქნება, ცოტა რაღაცა მხიარულებაც იქნება და ამ ყველაფრით იმედია ვიღაცებს გაიღიმებათ. ეს ლავის არის კიდე ესეთი კევა ჩემ ბავშვობაში იყო ხოლმე ძალიან აქტიურად. კიდე გვაქვს Milky Way-ის შოკოლადი და კიდე გვაქვს ესეთი პატარა მისალოცი ბარათი. ესეთი ლამაზმანი თოვლის ბაბუ როგორ მიდის მოტოციკლით და აქეთ მე და მიშიკო ვართ წარმოდგენილები, აი ესე. მოკლედ ეს არის. აი ეს ყველაფერი არის და კიდე ერთი წამი დამელოდეთ, ერთი წამით. ხო, კიდე ესენიც არის, ოღონდ ესენი სამწუხაროდ არ ეტევა ამეებში. აი ამ კისებში არ ეტევა სამწუხაროდ, ესეც ალბათ გეცნობათ, ვინც 90-იანელები ხართ, გეცნობათ სავარაუდოდ ეს და ამას ისე მივცემთ ხოლმე, ვინც შეგხვდება. ხო, მოკლედ აი ეს ყველაფერი შევკარით, არაფერი არ არის რეალურად, უბრალოდ დადებითი ემოციის გამოხატვა არის და იმედია ადამიანებს გაიღიმებათ და ბავშვები თუ შეხვდება ძალიან გამიხარდება. მოკლედ მზად ვარ ფაქტიურად, დადებითი ემოციები დავიმუხტო მეც და გადავცე სხვებსაც. წავედით მოკლედ. ბარო, აჰა, შოკოლადია გაერთობი. შოკოლადია გაერთობი. გიოცავდანდე. გიოცავდანდე. შოკოლადია გაერთობი. Baro, iocał Dambek! Iocał!
გილოცავ. შოკოლადია, გაერთობი. გილოცავ ახალწელს. Stari, კარგად. გამომართვი. კიდე გამომართვი. გილოცა. გილოცა ძმო. დავასწარი სტარი. გილოცა, გილოცა. გილოცა ძმო. დავასწარი. ჯიგარი ხარ. ჯიგარი ხარ, მადლობა დიდი. ნახავ შენ თავსაც. გილოცა ძმო. დავასწარი. აი 50 წელი მქონდა სულ. მეთქი რა ამბავი 50 წელი ის უნდა ვიცად მეთქი. სანამ თამარაშვილი ამოვიარ ერთი 20 წელი უეჭველი დაარიგე. აი და აგერ მშვენიერი ჯიგარი. აგე ბავშვი კი. გილოცა დავასწარი. გილოცა დავასწარი. გილოცა დავასწარი. გილოცა დავასწარი. ჯიგარი ხარ. გილოცა დავასწარი. ვა, ეს მე რა გვერდი არ მიყურებდე, ცოცხალი თავით არ გამოვხედა ასეთმა. გამარჯობა ბავშვებო! გილოცავ, რასაც დაესწარი, გამომართვი! გადაინაწილეთ! იმენა გავთვი! რო არ ვარიგე მერე ვციო, მერე ვთმებით! Asta e გამომართვი, გილოცავ. რასაც დაესწარი. შენს გილოცავ. შენს გილოცავ, რასაც დაესწარი. პაკა. ვადი. გილოცავ, რასაც დაესწარი. Მაგალი. ბავშვებს. გილოცავ, რასაც დაესწარი. Quanto gilocავ? გამომართვი, რასაც დაესწარი. ეს გამომართვი. დაიკავე, აბა. გამარჯობა. ერთი წელი გამაკ, ბოლოა. გილოცავ, რასაც დაესწარი. კარგად.
კაცი არა ვყავი, დებილი. აიყო. არა და მეთქი დაისტარტებიან ეხლა მწვანეზე და შავაჭერ მეთქი სახეს გავაზრო, მაგრამ აბა კაცი შულმა არ ჩააჭირა. შეო მოკლედ მორჩა, კაი 1-2-3 საათი დაახლოებით ვიკატავეთ. ძალიან კაი კადრები გადავიღეთ, მე მგონი ხო და ეხლა ვაფშე ესე რატო არ აი მარო დგას ეხა კამერის უკან მიშასთან ერთად და მაროს ბრალი არის აი ამ ფორმაში რო საერთოდ არ ვაპირებდი იდეაში ესე ყოფნას და მეთქი უბრალოდ ამას გავანათებ, წავალ იმ რაღაცებს დავარიგებთ მეთქი, მაგრამ კარჯე გრინჩი უნდა იყოს, ძალიან მოგიხდებოდაო და აჰა ვარ გრინჩი. მოკლედ დავარიგეთ 50 ცალი ეს პატარა სუვენირები დავარიგეთ, შოკოლადები რომელშიც იყო და მეგონა რომ ძალიან დიდხანს მოგვიწევდა ამების დარიგება და იდეაში მეთქი რა თქვინდა ამდენი, მაგრამ ძალიან ცოტა იყო, კიდე დავარიგებდი სიამოვნებით, ძალიან მაგარი ვაიბი მოიტანა, დადებითი ემოციები იყო ბავშვებისგანაც და უცხო ხალხისგანაც, მოკლედ ძალიან დავიმუხტე, მოკლედ დადებითი ემოციებით. ხო, მოკლედ ეს ჩვენი ლამაზვანი გოგონა ცოტა ხანი იბჭყიალებს ესე, ალბათ რავი, ახალი წლების 3-4 დღე, ალბათ 5, მაქსიმუმ. მე მოხსნე ამ ყველაფერს და მე დაიწყება უკვე სეზონისთვის მზადება ამ მოტოციკლის და იბჭყიალებს მაქსიმალურად, მოკლედ რა. ხო, მოკლედ რავი, დღევანდელი დღე და ფაქტიურად წლევანდელი წელის ბოლო ვიდეო არის ეს, მორჩა ამითი. ყველას მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, გისურვოთ სუპერ პერსპექტივებით დახონძლული წელი და საოცნებო მოტოციკლეტების შეძენა 2026 წელს. მოკლედ, მიყვარხართ და თქვენი გრინჩი გეხუტებათ ბევრს. აბა დროებით, შევხვდებით 2026 წელს.